მთავარი, ასე ვთქვათ, გამკაცრებული რეგულაცია ეხლა სწორედ მოქმედებს საახალწლო პერიოდისთვის, როდესაც ასე ვთქვათ, უკანონო მჭრელები შედიან ტყეში, განსაკუთრებით ნაძვნარ კორომებში და უკანონოდ მოიპოვებენ მოზარდ ახალგაზრდა ნაძვის, სოჭის ან თუნდაც ფიჭვის ხეებს. არის ფაქტები, როდესაც მოჭრილია აღნიშნული სახეობები, თუმცა ზოგჯერ ამორგვითაც ახერხებენ, ასე ვთქვათ, ტყიდან მათ გამოტანას საახალწლო შემდგომი რეალიზების მიზნით. განსაკუთრებით რა ტერიტორიებზე საუბარი, რომელ რეგიონებზე, სადაც მოიპოვება უხვად ნაძვი, სადაც ეს პრობლემა უფრო მწვავედ დგას? ძირითადად უფრო გამოყოფთ სამცხე-ჯავახეთის რეგიონს, იმიტომ რომ წიწონოვანთა კორომი უმეტესად იქ გვაქვს დიდ ფართობებზე. შესაბამისად, იქ უფრო ფიქსირდება მსგავსი დანაშაულები, ასე ვთქვათ. ჯარიმის ოდენობაზე მინდა გკითხოთ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო წააწყდება, ასე ვთქვათ, ასეთ შემთხვევას, როგორი არის სანქციები? დიახ. ამ შემთხვევაში რადგან გამკაცრდა ეს სანქციები, პირველი ჯერისთვის, როდესაც მოხდება გამოვლენა ამ დანაშაულის, უკანონო მოპოვება, ტრანსპორტირება და შემდგომ რეალიზება შესაბამის დოკუმენტაციის გარეშე ჯარიმდება 2000 ლარით. ხოლო გამეორების შემთხვევაში თუ იგივე პიროვნებას დაუდასტურდა მსგავსი დანაშაული უკვე ხდება თავისუფლების აღკვეთა, ანუ სისხლის სამართალს გადაეცემა აღნიშნული საქმე, თუმცა ეს არ არის, ამაზე არ სრულდება, ასევე ხდება გამოთვლა გარემოზე მიყენებული ზიანის. თუ აღნიშნული ზიანი არის 1000 ლარი ან მეტი, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე, ხოლო თუ აღემატება 3000 ლარს, უკვე 5-დან 7 წლამდე არის თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, სანქციები საკმაოდ მკაცრია. საინტერესოა, როგორ გამოითვლება გარემოზე მიყენებული ზიანი, ეს კითხვა გამიჩნდა, რა გულისხმება ამაში, უკანონო მოპოვება ავტომატურად ისედაც გულისხმობს გარემოზე მიყენებულ ზიანს, უბრალოდ როგორ ხდება ამის გამოთვლა და შემდეგ უკვე ჯარიმის დაკისრება ამაზე? არსებობს სპეციალური ფორმულა, სადაც ითვალისწინებს გამომთვლელი, ასე ვთქვათ, ვინც ანგარიშობს სწორედ ამ მიყენებულ ზიანს, სადაც ითვალისწინებენ მოჭრილი თუ მოპოვებული ხის სახეობას, რაოდენობას და ისეთ დეტალებს, რომელიც, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანია ტყისთვის. და ასევე იმ ფართობზე არსებული სანიტარული მდგომარეობაც და ასე შემდეგ. ეს ის დეტალებია, რომელიც საერთო ჯამში გვაძლევს იმ ზიანის შედეგს, ასე ვთქვათ, და გამოთვლაც გვაძლევს სწორედ იმ რიცხვს, რითიც უკვე ხელმძღვანელობენ ჯარიმის ოდენობას. ზოგადად რამდენად იცვლება წლიდან წლამდე ასეთი შემთხვევები, თითქოს უფრო ასე ვთქვათ, ტრენდული გახდა არაბუნებრივი ნაძვის ხეები, არ შეინიშნება ეს ამ მიმართულებით. ეს შესაძლოა ჩემი პირადი მოსაზრება, რომ ადრე თითქოს უფრო იყო ბუნებრივ ნაძვის ხეებზე მოთხოვნა, თუმცა წლებთან ერთად და ალბათ ცნობიერების ზრდასთან ერთად ეს შეიცვალა. რამდენად აისახება ეს სტატისტიკაზე? ჩვენ ყოველწლიურად მოუწოდებთ ეროვნული სატყეო სააგენტო, ყოველწლიურად მოუწოდებს მოსახლეობას, რომ გამოიყენონ ხელოვნური ნაძვის ხე და ამასთან დაკავშირებით არსებობს ძალიან კარგი ტენდენცია, რომ შევადაროთ წლების მიხედვით, ნამდვილად უფრო მეტი დაინტერესება მოდის ხელოვნური ნაძვის შესყიდვაზე. ცხადი არსებობენ ის ადამიანები, რომლებიც, ასე ვთქვათ, მიიჩნევენ უფრო პრიორიტეტულად, რომ ცოცხალი ნაძვი დაიდგან, თუმცა ასე დროს ჩვენ ვურჩევთ, რომ ფესვიანი, ქოთანში ჩარგული ნაძვი გქონდეთ, თუმცა სოჭით შეიძლება ან ფიჭვის ნებისმიერი წიწვოვანი, რომელსაც შემდგომ ეზოში გადარგავენ, ან ვინმეს აჩუქებენ, ან თუნდაც ტყეში დააბრუნებენ. და ეს არის ძალიან კარგი ტენდენცია, დიახ, იმიტომ რომ თქვენ როგორც ახსენეთ, ბოლო პერიოდში უფრო პოპულარული გახდა ხელოვნური ნაძვები, ხოლო ბუნებრივები, ასე ვთქვათ, რჩებიან ტყეში. თუნდაც ითვლება ჩემი მოსაზრებით და არა მხოლოდ ჩემი, მე მგონი, იმიტომ რომ გარემოზე დაცვა განსაკუთრებით აქტუალური თემა გახდა ბოლო წლების განმავლობაში, არა მხოლოდ საქართველოში. და სწორედ მსგავსი ტიპის მედია საშუალებით, სოციალური ქსელებით, თქვენი დახმარებით, რისთვის დიდ მადლობას გიხდით, ხალხის ინფორმირება უფრო მარტივად ხდება და ისინიც უკვე არჩევენ, ასე ვთქვათ, უფრო უმტკივნეულო მეთოდს, რომ გაილამაზონ საახალწლო პერიოდები ხელოვნური ნაძვებით.